მოგესალმებით, მე ვარ სალომე და დღეს ვისაუბრებ იმაზე, თუ რატომ უნდა გამოვიყენოთ Canva ყოველდღიურ ცხოვრებაში. არ აქვს ამას მნიშვნელობა, ჩვენ ვიყენებთ მას პროფესიული საქმიანობისთვის თუ პირად ცხოვრებაში. 21 საუკუნეში ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ინფორმაცია, რომელიც გვინდა რომ გარკვეულ აუდიტორიამდე მივიტანოთ, მაქსიმალურად კარგად იყოს გაფორმებული ვიზუალურად, იმიტომ რომ ადამიანები უკეთესად იმახსოვრებენ და აღიქვავენ ინფორმაციას სწორედ ვიზუალის მეშვეობით. Canva კი არის პლატფორმა, სადაც უკვე არსებული შაბლონებიდან შეგვიძლია ავარჩიოთ ჩვენთვის სასურველი ფორმატი, შევიტანოთ მასში პატარა ცვლილებები და შემდეგ უკვე ჩვენს აუდიტორიამდე მივიტანოთ ჩვენთვის სასურველი ინფორმაცია. მოდი ახლა გადავხედოთ ამ ფორმატებს. მაგალითად, თუ თქვენ ხართ სტუდენტი, შეგიძლიათ რომ მოამზადოთ პრეზენტაციები, სხვადასხვა ტიპის მასალები, პოსტერები, ფლაიერები და ასე შემდეგ. თუ თქვენ ხართ ლექტორი ან პედაგოგი, ასევე შეგიძლიათ უამრავი სასწავლო მასალის ვიზუალურად დამუშავება. თუ სამსახურს ეძებთ და გინდათ შთამბეჭდავი CV გქონდეთ, შეგიძლიათ შაბლონის Canva-ში პოვნა. მცირე მეწარმე ხართ და არ გაქვთ იმის ფუფუნება, რომ დაამზადოთ პროფესიონალური ბანერები, შეგიძლიათ სოციალური მედიის შაბლონები იპოვოთ და გახადოთ თქვენი მარკეტინგული კამპანია უფრო ეფექტური. ხშირად Canva-ს მხოლოდ პროფესიულ ჭრილში განიხილავენ, მაგრამ აღსანიშნავია ისიც, რომ შეგიძლიათ მისი გამოყენება თქვენს პირად ცხოვრებაში. აი მაგალითად, შეგიძლიათ რომ დაამზადოთ საფოსტო ბარათი, თქვენი მეგობრებისთვის ასევე შექმნათ ტანსაცმელზე დასაბეჭდი საინტერესო ვიზუალი. ასევე შეგიძლიათ სურათების კოლაჟის შექმნა და სხვა მრავალი. Canva-ს სამუშაო დაფა კი საკმაოდ მარტივი არის და გარკვეული დროისა და ტესტირების შემდეგ მარტივად შეგიძლიათ რომ აითვისოთ. როგორც ხედავთ, საკმაოდ ბევრი შაბლონი არის სხვადასხვა თემატიკით მოცემული Canva-ზე და სწორედ ამიტომ გირჩევთ რომ დატესტოთ ის და მერე გაგვიზიაროთ თქვენი ემოციები და თქვენი გამოცდილება კომენტარებში. ახლა კი მინდა რომ დროებით დაგემშვიდობოთ და ასევე გითხრათ რომ მომავალ შეხვედრაზე უკვე განვიხილავთ როგორ უნდა გამოვიყენოთ Canva, ახლა კი დროებით. ნახვამდის.